ჭა. ჰა. აი, ხო გითხარი, გიზია მეთქი. წამოვიდეს რა, აბა წამოვიდეს. როგორ დავიწყეთ? დიმო. სხვადასხვა არ გამოვიდა. ამას უკვე მე კახელი კაცი ყავს. ამას მეც აღარ ველოდი, ალექს, მართალია. სხვადასხვა როგორ უნდა დამეწყო. გაუმარჯოს ლაილაის მაყურებელს, ეხლა ზემე წარდგენას არ დავიწყებთ, დაინახეთ იცანით ვიცი ალექსი დავითაშვილი. სულ არაფერი თქვა, ეგრე რომელიც გარდა იმისა, რომ ეხლა რეპორტაჟებიდან გაიცნო ბევრმა, მე ვიცნობ ძალიან ბევრი წელია და ძალიან დიდი სპორტსმენია, პირდაპირ ვიტყვი, ეხლა არ მომერიდება, ეგრეც არის და რაღაცა რეკორდისკენაც ვივდივართ და მაგაზეც ვილაპარაკებთ ალბათ და თავარი ამოცანა. ბილი ბერკის ირლანდიურ პაპში ვიყოფებით კოსტავა 77-ში. მათქვევინე, სეტანტა სეტე. აჰო. ეს არის, ეხლა ეს დღეს თუდად არის. მოიწავდა თუ რაღაცა ჭირს და მაინც ნახე რა დღეში არის და ეს ეხლა კარგად რო არის ხო შეფტებს ალექს რა. მაშინ ეგ არ გაგიკვირდება ეხლა. აი მასაც გეტყვით 5 ივლისს იცით რომ ირლანდიასთან თამაშობთ საქართველოს ნაკრები რაგბი ჩამოდის ირლანდია ჩვენთან რაც არის ისტორიული მაგარი მოვლენა მართლა და მთელი გული და სულით ემზადებიან ბიჭები და აქ თუ მობრძანდებით და აი ამ შტრიხ-კოდს დაასკანერებთ 30%-იანი ფასდაკლებით იყიდით QR კოდი რაც არის შტრიხ კოდი იგო რას მისწორებთ ბიჭო რა ხთაობა მოდის თუ რა არის ვერ გაიგებ და ხალხი ვერ გაიგებ და ხალხი ხშირად ესწრებით ხოლმე ბატონო ალექს შემომეციებეთ დროის ამბავია ხო შვილი და შვილის მაგაცები შენც ესე გექცევი ა ჩემ პატარა არის ჩემი პატარა ეს ყველაფერი წინა გაკაცრუეში მოკლედ 30%-იანი QR კოდი QR კოდს რომ დაადოთ 30%-იანი ირლანდია ეს ავიდა ამაია რასე ალექს დიდი მადლობა რომ მოხვედი მადლობა თქვენ კაცო მადლობა თქვენ და ჩვენი გამომწერების სურვილით დიდი რაკს ხო ჩვენებს იმიტომ რომ ბიჭები მართლა ჯიგრები არიან და რა ვიცი კი მე სადაც საბძოლოა მე ბძოლები ვარ თავიდან ბოლომდე ქართველი ხაშაშოვის ფერმურდეს გადმოვიდა ეგ კი ადრე ხო დაყდურავდე რომ რაღაცა არ დარბიან და რაღაცა ბატონო ალექს აი ის რო არის რა ქვია შეჭიდება და მთელი ამბავი რა იქაც ემოციური ხარ ხოლმე სახლში რო უყურებ აგარ არის არა იქ დინჯი ვარ დინჯი იქ დინჯი ვარ ალექს ვიდრე საჯებზე და 64-ზე დავიწყებ საუბარს ეხლა აქ ჯერ ერთი მეორე კითხვები მოვიდა ვიდრე მაგას დავიწყებ საუბარს არა შენი პირადი ამბები 8 გზის სოფლიო ჩემპიონი როგორ ქვია სენიორებს როგორ ქვია ვეტერანები კაი ვეტერანები მასტერებს ეძახიან მასტერს რამდენი წლის წინ დაანებე თავი ჭიდაობას აქტიურ ჭიდაობას დავანებე 2009-ში და იმის მერე მიაყოლე 8 ჯერ გახდი სოფლიო ჩემპიონი იმის მერე 8 ჯერ გავხდი არა 2015 წელს ვიჭიდავე პირველად 2015-ში სამბო ვიჭიდავე პირველად ისრაელში და იქიდან მერე ძიუდო პირველი მერცხალი მე ვიყავი ალბათ რა სოფლიო ჩემპიონი თითქოს მარტო ვიყავი კი რა თქმა უნდა დასაწყისში კი დასაწყისში და ეხლა 71 კაცი ვიყავი შეჯიბ ანუ ბიჯი მიეცით გადადგინა ბიჯი და წამოვიდა რო დაგანახათ ეხლა როგორი ხალხმა დაიწყო ვარჯიში აჰა არ ვიცი თქვენც ცხოვრების შეიცვალეს ცხოვრების წესი და პირდაპირ ეხლა სხვანაირად არ გავიგონო ეს ძალიან დიდი დამოკიდებულება მთავრობის იმიტომ რომ პრემიალური თანხები დააწესა. სხვანაირად რაც კარგ დააკეთებთ ხო რა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მთავრობას ამისთვის გვერდში დგომისთვის რომ ვეტერანებს გვერდში დაგვიდგა თავიდან ბოლომდე. ეხლა შენ ილინ სულომენძე ყავდა ახლა? და იცი რა მეთქა? რა შემომეთქე ალექსა თქვა რაღაც შენზე ხო ჯუდოზე როცა დაბა შენზე ლაპარაკობდი. ჩვენზე მეც ვარჯიშობს. კი არა ვარჯიშით მართლა ვარჯიშობ. სხვანაირად იმ არ გამო. მაგაზე მეც ვარჯიშობ. არა მაგაზე მეც ახლა ზოგადად შეიძლება მაგრამ ზოგადად მიყვარს ვარჯიში და თუ არის ვარჯიში არ არსებობს ერთი თვით და ორი თვით ახლა სოფლიო ჩემპიონი ხდა როგორც გიდა მაგარი იყო რა. არ არსებობს. თან ახლა აქტიურ სპორტს რო ანებებ მე თუ არის ვარჯიში ალბათ ჯანმრთელობის პრობლემებიც არის. ისე ეგ ხო აი უყურე როგორ არის როგორც ჭიდაობას ერთი კვირა თავს დავანებებ ვარჯიშს სულ ყველაფერი მტკივდება. ვა სულ ყველაფერი მტკივდება მუხლები ხელები თითე აი სულ ყველაფერი მტკივდება ეხლა ის მიზანი რაც გაქვს ეხლა ის მიზანი ბევრს კი უთხარი მაგრამ ხო იცი როგორ მიყვარხარ შენ და თქვენ ის 10 ჯერ ვინც გახდება სოფლიო ჩემპიონი სოფლიო IGF-ი აძლევს ზიგაროკანოს თასს და ეს სამკაცს აქვს სოფლიოში რა არინერია რაჯაბლია კოპია და რა მე ყველაზე ახლოს ავარ და
თუ ჯამთელა და კარგად ვიქნები ორჯერაც მოიგებ რა. იმერმა შეულებრივი. კი, არ არის პრობლემა, ვინც სოფლიო ჩემპიონი არის. ზოგადად არჩევ გახდება სოფლიო ჩემპიონი აძლევენ. და ეხლა მიდის მზადება მაგას. ანუ მე შენ ახლა ორი გაგმოსაგები. ორი გადამჭა და რა ვიცი როგორ ტარდება? წელიწადში. წელიწადში ერთხელ როგორც არის რა, ყოველ წელს არის სოფლიო ჩემპიონი. ისე ეხლა ჯერ ქართველი კაცი. თქვენ ეხლა რომ შემოხევთ, მე კახელი კაცი. ეხ საითკენ მივდივარ, არ გიჭირს აი რეჟიმი რაღაცა. და წარმოვიდგინე წამორავი თამადი და წამორავი. არა, თამადობა და ზოგადად სუფრაზე სადაც მოხვდები ყველას უნდა რომ მე დამალევინოს, მე დამათროს. მაგრამ რო გაუბრალდები ხოლმე დიმა ერთ ბოთლი დალევა ვიცი რა. ხელსაც არ წავალე დავლევ ხოლმე ვერავე გარასოს და მარებებ თავს. ბოთლი ძაძელია ვიღა ძალიან. ისე რომ შევხედოთ, ეხლა ნახე კახური სუფრა სადღაც დიეტურსაც ურტყავს რა, ხაშლამა ეხა მოხარშულია რა. ხაშლამა თუ შემომხედე ხა დიეტურს. დედასპურები განსაკუთრებით. ანუ ესე იგი ეხლა გაკ ნოემბერში ხო? ნოემბერს 3 ნოემბერს ვიჭიდავებ კი. ბიჭო ეგ მაგა ეს სტრიმები არ არის ხო? არა ეს მე-9 და ეს იქნება მე-9 ღმერთის წყალობით თავარია ღმერთი იყოს ჩვენ გვერდში ყველაფერი კარგად იქნება. ისე ყველაზე ერთი ნინოს ანუ კონდეს არ მომიცენე ხა? ეგდიდო 10 ოლიმპიადა ქალს. არა, არა ვიცი ხუმრობ ეხლა. ყველაზე მაგარი ლეგენდა ყავს ეგ. გამარჯობა, აი ჩემი გადმოსახედიდან თქვენთვის არის ის რომ მარტო იყავით რო დაიწყეთ და რაც ეხლა თქვენ 71 კაცი 70 და რო დაგანახათ რა ხალხი დაუბრუნდაო თან ეხლა ავარჩევ ალექსი 100 მეტ ბავშვს ხო 150-მდე ბავშვამდე კი ბავშვი გეფი გაბიცა ყველაფერს ბავშვები ხო ძალიან რეპორტაჟებს ხო უყურები კი რომ მოდიან ხოლმე არ ესაყირებია იყურეთ ალიკობა ეს წარმოვიდგინე აქედან რომ შებართებით რაღაცას ეძახით გაეცინებ მაგრამ იმიტომ ის ჩაესწრის წეგა რომ შემოყვეთ შენ ფრაზებს ამბობ ხო ალბათ ამბობ თან პატარები ყველაზე მაგარი ხო საცრაო და 60 ერთხელ საქართველოს ეგ მაგაზე კითხები კი ძალიან ბევრი საჯებს ხო კარგად იცო ქართული საჯებს ძალიან კარგად ვერ მოხდება ხო ერთ-ერთი ქართული საჯებზია რო იძახება არა მოხდებიან ესენი გააჩნია ბოლო დროს გამოსწორდნენ ესენი ასენი მოდი კითხები ნახო და მე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად აი ბევრი ხო იცი იძახის ხომ ეხა ადრე ხო იცი რა დრო იყო რომ არაფერი კადრები არ იყო წავიდო და გუნდი ფეხბურთის წააგებდნენ 5 თნოს ჩამოვიდო და იტყოდნენ 2-1 წავაგე და ბევრი შტანგა მოვარტყი და მოდი დიმასანა მაგას სიტყვი ბოდიში რომ ცოტა ხანი მოდი მიულოცოთ საქართველოს ნაკრებს ეხლა მე არ დამცარდა გადაცემიდან მიულოცოთ საქართველოს ნაკრებს ეს სოფლიო ჩემპიონობა ძიუდოზეა ხო? ძიუდოზე მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ კაცო იმდენად გახარებული ვარ და ვიქნები რომ ესე იგი გუნდური სხვა არის აი ბევრი მაგალითად კი რა თქმა უნდა ბევრი მაგალითად პირადში შედეგს აკეთებს და გუნდურს ვერ ჭიდაობს ბევრი გუნდურს ჭიდაობს და პირად შედეგს ეს არის ალბათ აი ქართული გენია ახლა მაგაზე გადახედი ბაღბახაზე მინდა რა არა ბაღბახა ახლა ქართულის მოჭიდავია და ულამაზესი თავიდან ხო იცი რომ პირველ შარში იმის წინ რომ გამოიყვანეს ვინ არისო შეკითხულობ კი ვკითხულობ იმიტომ რომ იაპონელებს სადაც შეხვდა ყველგან მოუგო ბაღბახა კი იმიტომ რომ ქართული ჭიდაობა ეს უცხო რამეა რა ჩვენი ქართული ეროვნული ჭიდაობა ხო ქართული ჭიდაობს ახლა ქართულს არა მეც ქართულს რა თქმა უნდა რეკორდსმენი ვარ საქართველოს 8 გზის საქართველოს პალავანი ვარ და ქართული სხვა რამეა რა. გაზი დაცხრები ხო ბავშვობაში? არა, ხო, როგორ ავთქო იცი ახლა, რა ვიცი რა. ახლა რომ მართლა ბევრი ცხრები ზოგ ჩოქრიდი ზოგსის და ისე მართლა როგორც ახლა არის, ჩემოდი მე რომ ეს 8 წელი ხო ვიყავი საქართველოს რეკორდსმენი, საქართველოს აბსოლუტური პალავანი. მე რო სულ მეჭიდაო ალბათ რა 1000-2000 სხვა მეჭიდაო მეტი უფრო დააგროვებდით ეგრე რა თქმა უნდა იმ წელს ვერ მიგებდა 1-8 აი გუნდური მოდი მაგაზე გოგოებზეც მინდა მაშინ ბარემ ახლა დავე ესენი არცად არ გვეჩქარება ეხა ამას ჭანტურია საი ჭანტური არის ადამიანი რომელიც გუნდს არ აკლდება და ავსებს პირადში არ უჭიდავია ტრავმირებული იყო და ადამიანს აქ შესაძლებელი რომ გუნდს მიეხმაროს რა აი ეს როგორც ადრე იყო რა ომი რო იყო და ბრძოლა რო იყო და ყველა ერთისთვის რო იყო ეგრეა მანდაც რა გუნდურში რა ისა გაქვს აი პირადში რო გამოდიხარ ერთი ბრძოლა გაქვს შენი და გუნდურში რო გამოდიხარ ესე იქ რო დგანან და შენს უკან ესე ყველა რო მთელი ოჯახები ქვეყანა ალბათ ეგ მაგას გულისხმობ ალბათ ხო ფსიქოლოგიაში ყველა მე ძალიან ბევრი მაგ გუნდურში ნაწილები და სხვათა შორის შეხვედრა არ მაქვს წაგებული ეხლა ორჯერ ევროპა მოვიგეთ ხო სოფლიო ფინალი ვიჭიდავეთ ჩემ დროს მე რო ჭიდაობდი და პირველი ორჯერ ევროპის ჩემპიონი არის ოღონდ ეს არა შერეული არის მაშინ შერეული მოვიგე კაცო სოფლიო ჩემპიონებიც ვართ მაგრამ მე რას ვეძახიცი აი პირადში მე მქონია დიმა ისეთი შეხვედრა რომ პირადი რო ყოფილიყო გავანებებდი თავს მართლა არ გავაგზელებდი რა
მაგრამ გუნდური რო იყო თავი შევაკრავი რა. არა, დაღლილი ვიყავი კი, მართლა არ ვიყავი ისე მომზადებული გუნდთან ერთად წავედი, მაგრამ ბიჭებს ამ დროს ვერ ღალატო. იცი, უყურე შეიძლება შენი შესაძლებლობის 10% გამოიყო, მაგრამ გუნდთან რო ხარ უკვე 100%-ს იყენებ რა. აი კიდე როგორ არ მინდა, როგორ არ აღუნიშნო ეთერი, ლიპარტელიანი. რა ვიცი, მაგას ვიც ალბათ კაცებიც რო წონა რო ყოფილიყო და იქაც თუ ყველას მოუგებდა ესეთი მომზადებული. რა მე მგონია რომ დაიბადა საქართველოში ისეთი რაღაცა რომ აი ადამიანი გოგონა რომელიც ყველაზე მაგრად მოიგო მსოფლიო ჩემპიონი მაგად და უტაბე. არ ვიცი, გეუნები ესეთი სასწაული მინდა. რაღაც შეცვლილი მომეჩვენა. გამოსრალი რაღაცა სახეზე ეთქოდა. პროფესიონალი თვალით უყურებ ჩემოდიმა და აი როგორ არის იცი რაღაცა მომეჩვენა რომ ამ ადამიანს სიო წაგება მორჩა უკვე ამ ადამიანის რა. სულ აღმავლობის ზაზე უნდა იაროს ღმერთის ხალობი და კიდევ მიულოცავ თელ საქართველოს როგორ არა ვთქო აქა თქვენ პირდაპირ ეთერშიც ვიტყვი რომ სარდანაშვილთან იქ რომ იმყავდა სარდანაშვილის მართლა წააგებინე და თუშიშვილთან კიდე ყველაზე ცოტა ვაზარი იყო. ანუ ოქროს გულოვნა ყოფილიყო მინიმუმ. აუცილებლად და აი რა მეტი რა ვთქვა. თუშაც მაგრა იყო ბიჭო. კიდე გავმეორდები იმაზე მაქვს საუბარი საცრა უნდა საკუთრეში თუმა. ანუ დღეს რა შედეგმაც გვანახა ეს ყველაფერი რაც ვახეთ დღეს ქართული ჯიუდო არის აი გვინგვინია და უყურებ ხა შეხო მაგას ამბობ ხა მაგრამ უყურე ხა აქოიც რაც ხდება რაზე ხალხის რეაქციებზე ეხა გუნდური ჩვენ რო ვერ მოგეგო ხო საერთოდ სხვა სიტუაცია იქნებოდა მაგრამ იცი როგორ არ აღუნიშნო მე ბექაური როგორ არ აღუნიშნო ბექაური გამოვიდა და აკუჭა ყველა იქ დაამტკიცა რომ ყველაზე მაგარი ვარო თან ალბათ გააღიზია და ისე რა უცუდად მიეწყო არა ის მაგრამ აი მოდი ერთ რაც გეტყვი რა აბარ მურავოს რომ მოუგო ეხლა მურავოს ეხლა მაგ თან რა არის იცი თიმა მეორე მხრიდან შევხედოთ აბა ჩემო ძმაო და მეგობარო შევხედოთ მეორე მხრიდან კაცი არის 24 წლის და არის ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი ბიჭო იმ ქართველს პირი როგორ უნდა მოუტრიალდეს ამ ადამიანზე აუგითხოს ბიჭო 24 წელს აბა თვითონ გადახედა ამ ხელა შესაძლებლობა კაც ქვეყანაბდა თვითონ ჩვენმა სამშობლო ფულიც მისცა ყველაფერიც მისცა და ახალგაზრდა ბიჭია არ მანქანას იყიდის ან ვიღაცამ ის ხო მაინც ვიცით რომ ის აჩუქეს არ უყიდია ბოკვერია თუ რაღაც კი არის დამოწოვილი კაბინეტში და როწააგო შეხვედრა ხო როცა მე თვითონაც ხო გაუგლებული დავჩი კი მიყურებდე რა წამობს და კიდევაც მე კარგი ხო და ამას რასაც არ მოველოდებოდი და ახსილია ალექს რაღაცები ხო და რა ვიცი ისეთი აი დედის ურფის ისეთი გაუგლებული დავჩი ამ ხალხის მიმართ ამ ვითომ ქართველებს ღმერთო პაპატი ახლა არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ არა თავის გულებში ჩაიხედონ ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი იყვნენ და ამდენი დაფასება მე იმიტომ გავფრაზდი იმიტომ შევიგინე სარდანაშვილზეც რომ თავი მოიკლა ბიჭმა ერთი წელი თავი მოიკლა გამოდიხარ და ვიღაცა საჯის არასაქციელი გინდა თუშიშვილზე ამდენი ხანი ემზადები ყველაფერს იკლებ ოჯახი ყავ იმათ დოშორებული ხარ და გამოდიხარ და შენ ამაზე აუქსიძახ ჯერ ეგეთი ერთადერთი სპორტია ძიუდო რომ ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს შეცდომას არ პატიო სხვა სპორტი შეიძლება გაგიტანოს გოლი ჩაგიგდოს იქ დაგაგდოს ჭიდაობა საბორა ისუფთებია აქ ერთი გადატრიალები აწევს ხეს და ეხლა მე ეტვიც არ მეპარება რომ ის რო ყოფილიყო რა ქვია ასო ევრო ყოფილიყო თუშვილის ადგილას იპოს მისცემ ალბათ ხო კი აი ეხლა გონია რომ რეპორტაჟი ხო ესეთი იმაში ემოციური კაცი ვარ ხო არა ლაშას გადაუარეს ისე კი მე გაბრაზებული გამოვარდა და კიდევ ახსენო მაისურაძე ლუკა ერთი წელი დისკვალიფიკაცია ჰქონდა ერთი წელი დისკვალიფიკაცია ჰქონდა გამოვიდა და რა იჭიდავა ბიჭმა წავლენ და მე მჯერა რომ ისე 90 კილოში ეგენი ფინალში ჭიდავენ ხო და ეგრეც უნდა იყოს რომ პიკში იყვნენ ორივენი რომ ეგეც სალაპარაკო არ გახდა რომ იაპონიამ წაიღო 80 არაფერი არ წაიღო 90 კილო ჩვენია აი რა მაგ რამდენი წელია რაც დაჯექით რეპორტაჟზე ერთი რა 3 ხო აი რომ პირველად რო დაჯექით რა გითხრეს რა იცი რა ეს გააკონტროლე არაფერი არ უწევ ეხლაც რო არ მივდივარ ხოლმე მოყოთ მოდიო და რაც გინდა ის ატკიო მე
არა, თვითონაც ესეთი ვარ, კაცო, იქაც ყოფილია ტელევიზიაში. ერთხელ ტელევიზორი გავტეხე, კაცო, მართლა ტელევიზორი გავტეხე სახში. იბა თან მარტო ვიყავი და მე ზბურებზე რა სახში იმათ გაუტეხე რეპორტაჟი დრო, რაღაც სახში ამბრე მაგ ტელევიზორი, იმათ გატეხე. არა, სანამ იქები ვიდოდი. ეხლა კიდე შარშას ზბურებზე ჩვენები რო გადიოდნენ პორტუგალიასთან თამაშის დროს, შუშის ტოლები იდგა სადამ. ბავშვებად ალბათ ეგეთი მოსწავლეები ვიყავთ. სულ დავავტურიეთ თელის ტოლები სიხარულისაგან რა. ისე кайფიც ხო აქვს. თქო რაღაცი ხარ რა იქ რო გიყურებ. არა, ხარ. აი სხვა რო შეიძლება სხვანაირად გაიგოს, მაგრამ ვარაფერი არ მესმის. გინდა რაღაცა გითხრა, ეხა არ მერი არის ხოლმე. უკვე ბოლოში რომ მორჩება და ეხლა მაპატიეთ დამოცა ხო ისი გული და მაინც გაწუხებს რა ეხლა მაგრამ როგორ არ მაწუხებს. ალექს უკვე რა ხდება? არა, რომ მახსოვს ეგეც რო გაწუხებს ამას და გახსენებს ხო? არა, შენ რომ მითხარი სომხიშვილზე. ხო. საერთოდ არ მახსოვდა ის მეორე დღეს ვარდე ერეკა. გაგაფრთხილებს ხო, გაგაფრთხილებს ვაფშე არ მახსოვდა. ეგ ძალიან ყველაზე მაგარია, გული არა გააკეთე რო ეძახი. სოფო, თაგიც როგორ ეძახი, გულება ფანჯარა. შენი ბავშვები შეიძლება ხარ ევროპის ჩემპიონი გუნდი, ვენაცვალება და სულ ყველა საკითხი. ეგ მაგარი იყო, ეგ რო თქვენს არ ვიცი ხა, რო თქვენს რომ აღგონეკწონა არა მოვიდეს, იმიტომ რომ იქ მანამდე წააგო ისე და აღგონეკწონა არ გამოვა. იმ ხელათი დარწმუნებული იყო. ისე დარწმუნებული იყო მაგის მოგებაში, ისე დარწმუნებული იყო რომ ევროპის ჩემპიონი როგორც ეხლა ვიყავი, სოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი. დარწმუნებული იყო მაგაში? 100%-იანი დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ რომ ქართველის სული ვიცი, ეს ბიჭები რო ყველაფერს შადებდნენ, სახეზე ეთყობოდა. მარტო სულზეც არ არის. თანმიმდევრულად მიყვები და პროცესებს რო აკვირდები, იცი რა არის ლოგიკური და რა არის არა. შენ ახლა როგორც უბერავ, ქართველი მსაჯების გარდა 64-ში არც ერთ მსაჯი აღარ იქნება. წესით. წესით. არა ისიც ქართველები ახლა აქ რო უყურებ ხოლმე საქართველოს პირველობას, მაგრამ კარგად მსაჯობენ, რამაძე კარგი, ეგეთ შესწავლას არ დაუშვი. არა. არა, ეგ უყურე, აი შენ არა, გაცედი. შენი ბავშვები რო გამოდი. ჩვენზე მაინც რო იძახი მაგას არ ველაპარაკებოდნენ კაცო. იმდენად უნდა სამოთხეში მოხვედრა. არა, შენი ბავშვები რო ჭიდაობის შეჯიბრებებზე მანდ როგორ ახარ, როზი ხარ, წელი? არა, ხან გაუბრაზდები. არა, ხო, იმაში ხო ელაპარაკები. რა თქმა უნდა. მაგრამ სწორედ იქცევიან, სწორედ. იქ არ მაყვირები. იქ არ გავა, იქ ეშინიათ, იქვე ხარ ეხა გოეშინიათ. გაზე ვერ ვკაიფობ, იცი? აი, საჯი ხარ, პროფესიონალი ხარ, ამდენი ტურნირი გიმსაჯა და რა. უნებლიე შეცდომაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ აი ესე შეგნებულად ფილოსოფია. ხო, თან ფილოსოფიო რო თან ახლა გამეორებები ჩართეს ბიჭო რა. რა უკეთდება, ანუ გოთვერანი და ძალიან. შურთ ბიჭო, კაი, ჩვენი ძიუდოისტები. არა, გეუნები რომ 3 მილიონი ვართ. ბიჭო, მაგარი ფედერაცია, აი, ხო გეუნები ხა ქევხიშვილის თამადობით იმიტომ ვიძახი რომ ამ ბიჭმა რა შექმნა მაგარია. ამაში რა შექმნა, აი, ვითარდება თვითონ ყოველ წელს შეხედე, აი, ჯერ მარტო რამდენი ბავშვი ჭიდაობს. რა მე ნევაზა ეხა ჩობჯენი ვისაც ნევაზა არ იცის. ნევაზა ხო? აი ადამიანმა აი სუსხვანაირად შეცვალა, ხო დაინახე. შედეგი მოდის თუ ამ იმიტომ რომ ბევრ საშრომობებს ფედერაცია ყავს ჩვენ ესეთი ფედერაცია არ არსებობს. კი არ ვეფერები მე ყველა მიცოს ვარპეში მთქმელი ადამიანი. ვიც არ უნდა იყოს, მაგრამ ეგეთი ფედერაცია ძმაო მე არ მეგულება, ესე დაკომპლექტებული, ესე გადართული არაფერი პრობლემა არ აქვს ბიჭებს. არაფერი პრობლემა არ აქვს, არავის, აი რა. ყველანაირად გვერდში დგომა აქვს, განათლება გინდა, სწავლა გინდა, ზბორებზე მიყავთ ეს რექტორები და ისე და ყველა საბარებინებენ და მთელი ფედერაცია ხო გეუნები. რა ვიცი, ამ ბიჭს სადა აკამდელი ტვინი რა. ალექს, არა, აქ, ვითარდება მე მაგიტო ფიქრობს და ყველაფერს იგებს. თან კიდე აუცილებლად მინდა ვთქვა ისიც რომ უკვე კომპანიებმა დაიწყეს ცოტა სპონსორება, ძინდო პირადად ვიღაცის დასპონსორება იქ ილიასი იმისი. ვეტერანების დაიწყო რამოდენა ბედლების შემოგვა ვეტერანების დაგვაფინანსოთ. დედაცვალე, იქნება ყველაფერი. ცოტა რაღაცა გაიგეთ. ალექს, უყურე, კაი კითხვა არის მართლა. როგორ აუმაღლოთ ბავშვებს мотиваცია, როცა ეზარებათ ხანდახან ვარჯიშიო? როგორ უნდა აუმაღლოთ? არ უნდა ეზარებოდეთ. არა, კი, ყველა ბავშვს ეზარება. ეს ეთყო პრობლემაა. ხო, თამაშით. აი ხლა უყურ ვარჯიშზე რომ მიიყვან, ის ერთი თვე უნდა მიუშვა თავის ნებაზე. რომ ეგრევე რომ დააძალო ის დარბაში არ შემოვა. ხო. არანაირად დარბაში არ შემოვა. მიუშვი, რასაც ის ბავშვები აკეთებენ, მე ამ გასო ზოგი თამაში დაიწყებს. ზოგმა ის ერთი თვის განმავლობაში უკვე ერთი თვე თუ აი კი, აბა ბავშვებთან მიდგომა სხვანაირია. ეხლა ნაკრებთან მუშაობა სხვა არის ბავშვებთან. თან მით უმეტეს ბავშვი უნდა გიყვარდეს რომ იმათთან იმუშაო რა. წორთლებზე ჩამოვარდა საუბარი.
უმაღლესი მწვრთნელები ყავს კიდე ამ ნაკრებში. აი გუჯეჯია დაწყებული ლომერი ჯორჯ ამბაკოა არავინ არ გამოჩეს მეტრეველი ეს ბაიდურაშვილი გვერდზე და ხო ბაიდურაშვილი დავინახე აი სულ ყველა არავინ არ გამოჩეს თუ ვიღაცა გამოჩა ბოდის მოვიხდი მაგრამ ექიმი გიჟი ექიმი რა არ ვიცი ანუ ბატონო ეგ არ ქელის მაგრამ ესე ერთი თვე სადღაც უნდა იცელქონ ბავშვებმა კი არა რო შემოუშვებ ხო იმას არ უნდა უთხრა რომ ეს გააკეთე ის გააკეთე გაუშვ და მიეჩვიოს შეიძლება შეუსწრო რომ მოვა და თუ გეტყვის მას ეს როგორ გავაკეთო მაგდროს რომ მივიდეს და ითამაშოს აი ნოდარას ეგრეთაც მიშვებული ყავს რაღაცა უნდა იმას აკეთებს ორში იგენაც 58 წლის კაცია არის ლაღი ნეტა შენი იყო მსაჯი და შენზე ეთქვა ალექსას დივერ რუსუმიზე თუ მოხდება სწავლობ დღეში აგე მიკორძოებული თუ არა აი სიმართლე თქვას და მოხდება ეგენი ერთმანეთის იმაშებია ხო ისე? ხო, ერთმანეთი კარია და სიმართლეს თუ იტყვის მოხდება. ისე ბანკ სიტყვებს, აი რეპორტაჟამდე ხშირად იყენები ხო? არა, ბოსხოს იმართლებს. ეს წამოვიდა. არა, ეგ თქვი მასთან რო ვიყავი. ტატიშვილთან რო ვიყავი ოთარისთან. იქ რაღაცნაირად ბიჭო და ეგ გამახსენდა რა. და მე და რეპორტაჟიც მე რო გავბრაზდი აბა რა გიდათ 60-ში. აი ესეც კაი კითხვა არის, მაგრამ მე მგონი ესეთი ილეთი აღარ დარჩა, იმიტომ რომ სვემაც ესწავლეს. გვაქვს თუ არა ისეთი ილეთი ძიუდოში, რომელსაც მხოლოდ ქართველები ვიყენებთო. იმდენ გისმენდი და არა, ვიღაც უზბეკებმათაც ისწავლესო. არა, ისწავლეს, მაგრამ ესე ვერ ისწავლეს. ხო, მაგრამ სილობენ. ხაბარ არა, სტენობენ, არა ილეთია. აი რომ მითხარი ბახბახიშვილი ამოგლეჯო ხაბარები. ამოგლეჯო, ო, აი კი ასწავლეს და გვერდზე აგდებენ. მას ეს ზუსტად. იმიტომ რომ ქართულს წეღაროთ, ქართული მასე ზუსტად ქართული ჭიდაობა მაგ რო ჩაავლებ და კი ეგეც. შენ საყვარელი ილეთი რომელია? ჩემი არის გარეფეხი ქართულად, იაპონურად არაიგოში და ურანაგე ბრუნი ქართული. ბრუნი. ეგ ორი ფანი. რომელიც ყველა მიცვარა მაინც ვახეთქებ რა ვიცი. ეგ არის იმის მომენტის დაჭერა. მაგრამ ეხლა კაი რაღაცა თქვი რა. წეგან ხო ლაპარაკობდი. ჩვენ ძიუდოისტებს, აი რიგა ყველას არ დავიწყე მას. შეიძლება არ იყოს რაღაცა ხოძე ეს რო ამბობ ფორმაში იმაში და მაგრამ იმ მომენტს დაიჭეს და მაინც მოიგებს რა. როგორ არის იცი დიმა? შენ ამას იძახიან ჩვენ ძიუდოისტები და კარული ფანს. ეს თუ გაქვს, ეს ეგ თუ არა გაქვს, ხო დიდი მოჭი და ვერ გახდები ორანაირად. იმ 4 წუთის განმავლობაში ერთი შანსი რო არ მოგივიდეს არ არწებობს. და მზად უნდა იყო იმ 4 წუთის განმავლობაში ის ერთი შანსი გამოიღო. ეგ ფსიქოლოგია. თავარი როგორც ყველა სპორტში არის ყისმათა უნდა. არა, ყისმათი ვერათ არა. ძიუდოში ყისმათი შეჭება. არა, ყისმათი არ არის. არ არის, როგორ არის ეს პრიომი ვერ გააკეთებს. ის იყოს, რა ქვია, ბოდიში გაწყვეტილებ ვაიმე ვინ მითხრა საბალობჟანიცით რომელიღაცა ფეხბურთელმა მითხრა აღარ მახსოვს არა სპორტია როგორ არის ძიუდო ჭიდაობა ავიგე მაგრამ არა უცებ რაღაცას შეიძლება ვარჯიშობდეო შეიძლება რაღაცა ვიზო და გამოვიდე და მამეთ იმ დღეს არ ვარ ხასიათზე და ვერაფერი მაგრამ შეიძლება ფორმაში არ ვიყო მაგრამ ისე გავიღვიძე ის სხვა ყისმათი წამოვიდესო და შევაგდო აი რა თქვი იმ დღეს რატო ფეხს გამოუწევ რაღაცა მოდი გამომიწია იცი რა თქვი იმ დღეს თუ შიშვილიო სამსახურში მივედი რასიზავს და მე უთხარი ლოგინიდან თუ მარჯვენა ფეხით გადმოვიდა მაგის პრობლემა კაცი არ არის არა ყისმათი გასაგებია როყურე ერთხელ გაგიმართლა რაცა მეორედ მესამ არა თუ მოგზადებული არ ვამბობ არა რეპორტაჟებზე თუ უსმენდი სულ ამბობდა რომ ხვები თქვა იაპონელები ესე რო ჭიდაობდნენ და ეს ამბობდა სულ რომ თამაზე ეხლა სოფლიოა და ყველა მაგარი მომზადებული ეხლა თვითონაც თქვა მე სულ კი არ ვამბობ ალექსი უგასპეტინე ბიჭო თორე დაგიჭერთ ეხლა დააგწმოჭეთ ვინ მე დამეხმარება ეგრევე მე მაგარი ყისმათი მაქვს ეს რო გავიცანი ჩემი ხო და არა ეგეთი უიღბლო ადამიანის მორებაში არ მინდა განა წარმატების რეცეპტია არა გასაგებია მაგრამ შრომა არის პირველი არა 200 ხაბურძაკ ხაბურძაკი შენახე კედლიძე დაუძახა ეგ საზამთრო ბეჭები ხო არა აქვს შორტები მეძვა და ის მეხადაბებს ხალს გავხარო ვისეუნება შენ ხო ის ილია თაფურია იცებს ხოლმე ისა ნახე შეგედე გული გაგისტევი ხელკუნთები ატყავან დატლაკს ამას რა დებს მეუნება ჩიტის ბაყვები ვით გაქუქცენ რა ვაფშე ხმა ეგ ჩიტის ბაყვი ცხოვრებაში არ ვიხსენებია მაგრამ სულ აბა შემდეგი რას ვერ აპატიებდი საყვარელ საჯს
საყვარელი მსაჯი არა. თუძმა არა საყვარელი. მსაჯი და საყვარელი კაცო. ალექს ფოტო არ იყო დადებული, აი დავდე და წამოვიდა ქვემო და აი სიყვარელი. აი ისი არის ეგ ფრაზა ლეგენდა დარჩება სულ. რაც არა უნდა 60-ში ეგ არის ესა. მე ჩემთვის მაგალითად დააგაფრთხილებენ სოფოც ის იყო რა. ეს ვერ ხო გითხრა დაგაფრთხაო. და მე ის მომენტი რა ფერაპატიები საყვარელსაც. საც ღალატს ეს უნდა არა ღალატი რა აი. არა გეხუმრებ. საერთოდ რა უნდა საც ვერა საჯობას რა არიცი საც ვერ ვაპატიებდი არა აი ჯიგარია თავის თავში იყოს მართალი რა გიდა სარკეშინო ჩაიხედა გიდა წაო სარკეშინო დილით რო ადგება და რამდენი აი ეხლა აღარ აგინებენ მაგრამ მე ვიცი რომ აი სარდანაშვილთან და თუშიშვილთან ერთი 10 მილიონმა კაცმა რა უეჭელი აგინა რა არა ჩვენთან შეგო ის რა ვისმერე ტვიტერზე შეუვარდებია ხო ელიდერა ან ხარტულად უწერე 3 მილიონი ხო ვარ მაგრამ ერთი 7 მილიონი დაემატა და კიდე მე აი ხო თქვა სოფო გაგაფრთხილებენ საჭარა უნდა მართლა არ მახსოვდა მეორე დღეს მეუნებია რომ თუ ჩამირთეს რა ეს მე ვიყავი მეთქი მართლა არ მახსოვდა შენ ჭიდაობაზე რომ დაადე შენი ხმა ეგ მოგვიყევი გეხვეწები რა რეაქცია ქონდა ევროპის ჩემპიონი გავხდი დააბდროს შემოვდივარ სასტუმროში შურა შევიდე წყალი გადავირო ჩავთე კაცო მაინტერესებს ჩუყურებ კაცო მე ვარ და ჩემი ჭიდაობა ეხლა ხო 1 საათის წინ ნაჭიდავები შეყვედრა რა ავიდა მოშნად დახვეწე რა მილიონსაც მე ალექს რა მიყვარს ცი ეგ სოფო გაგაფრთხილებული ხო შედევრებია მაგრამ მე მიყვარს რომ ბრასტები ამოქოქვა რო იწება აბარა რო ვიწება თამაზე ესე ვიკეთებ მე მიყვარს ეგ და თავი ნახო წყარათ არის ხო მე სანამ დაიწყება ალექს ეხლა არ შეიგინო არა თამაზის რასოქი თამაზი ხო გეუბნები შეხო უყურებდა გიჟივით უყურდა იმხელათი გაოგ დაინახე იმას იტალიელთან რო წააგო როგორ შევიგიდე ესე ცხოვრებაში არ შევიგიდე აი ვერ მოვიფიქრებდი ამას რა და მე ხო კაია და რო ვეღარც მოუჭირე კი და მე დაასაყვალად იხდის მოდიშე ხო კი და მე რა არც აი უკვე არასწორ ქმედება სანამ საბოლოოდ ეს არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე ბრაზდები ატყოფილო არასწორი უნდა გააკეთოს და აბარარი რო ადიხარ აი ეგ არის ყველაზე ალექს ერთი რაღაცა უცნაური კითხვა უნდა დაგისვა ქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდან ავეს დროზე ადრე კი სხვა სახელით გასვლაზე კი იყო ადრე იყო როგორ არისო ეხლა რა ის ელემენტარულ სიტყვი რომ რაც რა უნდა შემოთავაზონ ყველაზე ბედნიერი როცა ვარ იცი ნუ შენი ქვეყნა რა საბო ყველა აი ხო არაფერი არავის ამდენი ხანი არავის არაფერი მოუწია დიმა არასდროს ხო არავის არაფერი მოუწია და ეს ერთი წელი რომ მოდის აი ესე მიხარია ევროპიდან ევროპამდე სოფლიომდე რომ ჩემი ქვეყნის დროშა ჯერ ისეთ სამსახურში ვმუშაობ თავდაცვის სამინისტროში ვარ გაუმარჯოს ღმერთმა ეგენი რო გვერდში მიდგანან ერთადერთი მეუნებიან წადი მარტო ივარჩი და ქვეყანა ასახედე აი როგორ არ უნდა ხელმძღვანელობას პატივი და ყველანაირად გვერდში მიდგანა და ძალიან დიდი მადლობა მათ რა და აი ჩვენი ისეთ სამსახურში ვშავ ყოველდღილა იმს რო უსმენდა იქ რო დავდგები აი დედის სულს პიცა ვარ ყველაზე ბედნიერი გადამდებია თუ რა აი ხო არაფერი არ აღირს აი ბედნიერი აი ხო გეუბნები კი მაგას ავეძისა რა ყველაზე მაგლა შენი დროშა რო ეწევა და იმს რო უსმენ და ამაყად იყურები რომ შენი ქვეყნის წინაშე ვალის სიხდი. გაიგდა? აი ბიჭო 90 ქვეყანა ჭიდაობს ავეტერანებს. თან ახლა ქვეყნები რამდენი მილიონი მოსახლეობით არიან რამდენი მილიონი მოსახლეობით. UFC-ში 3 ურში ვართ ორი ჩემპიონი ყავდა. UFC-ში. ენა გვიყევლა ალბათ თუფურია მოიგებს. უნდა მოიგოს თოფურა მე. თა როგორ იძახის არ ვიცი ღმერთმა გაუყარა. მოიგოს რა კამას იცავს რა კამარი მაგისია. პირველი რაუნდში. ეგ ახლა ეს ტრესტორკები ხო იცი ერთმანეთზე რაღაც ეცები არა. მე კი ძალიან მიყვარს. ხალხმა რა ქნა მიბრიცა ეს 5-0 მოიგო. ყველაფერში რო ძლიერები ვარ. ვაღას გეუბნები ხო რაგბი იყოს ეგ. როგი და რაგბი რაც გინდა ყველაფერში. კი გუნდური არა გუნდური ხაბე. ყველაფერში ძლიერები ხო ვართ? კი. ჯიხს რო ჩაბერო ხებს გაუსწორე. ნახე რა აი იცი რა უსტელია აი როგორი გარყვნილი არის აი არ აი ეს პირველად გავიგე საჭარო ქებს გაუსწორე. ეს გამოიყენე ხოლმე. აი თქვენ აღარ უნდა აგენტოთ მწვანე ამავაზაკისთვის წარმოიდგინე ეხლა ჯიხეო და უწონდება ეს გადაუწო ალექსას
ვერ გადაუწევ. ვის გადაუწევ ვაფშე? ხალხს. ებიძეს ხო ესე გარა. შემდეგ იკითხო თუ შეიძლება. ხალხი გადაგიწევს გადაგიწევს. მაიცა ბანკი კიდევ საძე იქნება დაწუნებული, მაგრამ მე ასე გადაგეკითხა ძირითადად. აი უყურე ეს კაია. ფიზიკური და სპორტული განვითარების გარდა რა ჭირდება ჩემპიონობისთვის ძიუდოისტო? განათლება. აი, ხო? საინტერესოა. რა თქმა უნდა. ტვინი მუშაობს. ტვინი აი ეს კიდე სულ ამას ვიძახი აი მოსწავლეებთანაც და იმასთან უყურე ადამიანი ტატორით იგებს გრიგალაშვილი. ტატო თან ისეთი რაღაც ჩამოყალიბებული 7 რაღაცა ისე ტიპია ხო თითქოს ძიუდოს ერთადერთი სპორტია ძიუდოს აი ხო გეუბნები რომ არ თუ აზროვნებით არ აზროვნებ აქ ფიზიკური ძალა უყურე 60 კილოს ციგაროკანო მისე შექმნა ეს რომ 60 კილოს შეუძლია რომ ძიმეწონას მოუგოს შეგინახია აბსოლუტური პიროვნება ხა მე მაგალითად 78 კილო ქართულ ჭიდაობაში არის 78 კილო მაისურაძე იყო 73 კილო აგერ 78 კილოც არის საქართველოს აბსოლუტური ფარვანი გამხდარი იაპონიაში ანალოგიურად 60-73 კილო იაპონიის პირველობა ძიუდოში ძიუდო მაინც ცოტა ძნელია ამას რომ უჭერდა იქ და იქ არიან სამეურში შესულები ერთადერთი სპორტია სადაც ტვინი ჯერ ყველა სპორტ ჭირდება ტვინი რა თქმა უნდა განსაკუთრებით ძიუდო ან ხა უსწრაფესად იღები იმას რა თქმა უნდა განსაკუთრებით აი ოქროს სკულაზე რო გადადის არის იქ არის საერთოდ ერთი მოდურა ერთი იმის არის ბოლო წამებზე და ისე აი ეგ ხა გზის ჩემპიონი და ასე შემდეგ აღარ გავაგზავნო აი როცა აქტიურად იყავით და აი მაგაზე დიდი кайფი ხო არაფერი აქვს ტატამზე რო გასულხარ და მეტოქის სვლა გამოგიცია და აი ხლა უყურე ეხლა რო გავდივარ ეხლა აჰა მაშინ იმდენი ეხლა უფრო აი მაგას ვიძახთი რომ ნეტა დამაბრუნა 20 წელს ავიყო მეთქი და 1 მილიონი ვარ ისე ხუმრობით იძახიან ბიჭებიც ეხლა სულ სხვანაირად აი რომ ვატყობ უკვე რომ ადამიანებს ეშინია რომ შემოდიან შეთან საჭირო და უკვე ზეგავლენას ადამიანს რო ეშინია ისე უნდა ყავდეს მომზადებული ფიზიკურად და მოლარულად მაგალითად დისციპლინა პირველ რიგშია ძიუდოში ეხლა რო წერია დისციპლინა თუ დისციპლინებული სპორტსმენი არ ახარ არ არსებობს შედეგი ზედმეტი არასაუბარი თუმცა არიან ისეთი სპორტსმენები ვისაც დიდი დისციპლინებულები არ არიან ეხლა აღარ არის ეხლა აღარ არის 1000 ერთხელ ეხლა აღარ არის ესეთი აღარ არის ყველა იკლავს აი შენ მაგიტო ვერ გახდი სპორტსმენი და დისციპლინა ორჩა აბა განათლება წერია რომ აზროვნება არა აქ უკვე ტასო ის კითხვა არის კონკრეტულად გეკითხება უკვე ჩვენი მაყურებელი მადლობა მკითხვისთვის ტასოევი თუ შეხვედრაზე თქვიო გურამის გდება იუკო ვაზარი თუ იპონი იყო ეპიზოდები ესეთი კითხვა მე პირდაპირ კითხვას ვიტყვი მე რო ყოფილიყავი იპოს მივცემდი მაგრამ ვაზარი უეჭო ქართულ ვარიანტში ამბობ თუ ვაზარი იყო მე რო ყოფილიყავ რა გაჩერებული როგორ არის ვაზარი იპონი რომელიც გიდა მიეც მაგრამ ყველა ცოტა ვაზმე ვაზარი მინიმუმ ვაზარი და დინბა სანამ წაიკითხა ეხლა იმანაც კარგი ეხლა დინბა ეხლა თქვენ სპორტსმენები არახათ მაგრამ მთელი ცხოვრება ამ სპორტში ხართ და თქვენიდან დავიწყე იმების ყურება კაცო ჟურნალის სპორტისა და იმების ამ ტელევიზორში მახსოვს და სულ ბალეში ყო მთელი ცხოვრება და შენ რას მისცემ მინიმუმ ვაზარს ხო მინიმუმ იმა რო დააგდო ისა და იმას кайდება არის ხო ბევრად ხო და უფრო მკაფიო იყო აი ორივე დავდო რა აი წარწერა დადო რა ეს რო იძახის მარტო ესაო ეს უდევს ორივე მაგის აი ეხლა არ შემაგინები რომ სტენიდე არ გაბრაზდე იმა უცებ ვიტყვი ჩვენ მეგობრებს მივმართავ ამიგოებო გამოვიწეროთ ლაივაის YouTube არხი და დავალაიქოთ ყველა ვიდეო განსაკუთრებით ეს და მაგარი კითხვა მოვიდა აჯან ალექს მაიმუნური ჭიდაობა როგორ გავშიფროთო მაიმუნური ჭიდაობა როგორ როცა ხო სუდაბლა ეს რა იყო ვაიმე დანახო არ მინდა აი ყველა ეს ძალიან მეზიზღება რომ დაწვევია ვითომ ჩენესებიას რო აკეთებ ვითომ რო გადება უნდა ხო აი დანახო არ მინდა გიждები აი ხო გისმენია ოღონდ ეს მალე დამთავრდეს არ რაღაც უარ უყურებ ხოლმე არა ის ერთი იყო განსაკუთრებით რომელი იყო გუშინ წინ უყურე გადახვევი განმეორებით 3-ჯერ თუ 4-ჯერ ეცემა 3-ჯერ 4-ჯერ ეხლა კიდე კაი ეგ მიიღეს ყველაზე მეტი გამოსასწორებელი იდეა არის ძიუდოში მიიღეს ეგ აღარ აფრთხილებ შენ მაგდროს მინდა რაღაცა დაუშვა აი მაგდროს მინდა რაღაცა ვეთქვა როგორ ვერ ვითა ჩემი მოსწავლეც უიდე მაგას გააკეთებს ხოლმე დარბაზში ატანა არა მაგეგრე გამოხატულება აი ვითომა ჩერესები არა არა პიროვნულად აი როგორ შეფასებდი მაგ ადამიანს მაიმუნი რა თქმა უნდა მაგარი მაიმუნური ჭიდაობა მეგობრებო არ როწვება მაიმუნად ანუ სხვა ხერხის უნარი არა არა უნარი უყურე
ამ დროს უყურე ეხლა ვისაც ძიუდ ვარ უჭიდავია უყურე ძალიან ძნელია ერთხელ ჩავარდა ადრე უყურე შეგაფრთხილებდნენ არა თან ფსიქოლოგიურად გიგები რა ეხა ხო შენ რო ჩაავლებ უკვე რო უნდა შეხვიდე დაგიწובה გავდევს და ბიჭო აქტიურობა როგორ არის ვითომ აქტიურობა ვითომ აქტიურობა წება რა გიждები რა საზია ხო ისე სამართლისკენ მივდივართ რა საჯეც არის დიმა და თვითონ მოწინააღმდეგე ეხლა მე მაგალითად უყურე თუ მაგას გეუნები თუ ცოტა ტვინი არ გიმუშავებს შეიძლება ავარდე უყურე ვიღაცა შევისაც უყურებდი 4-ჯერ 5-ჯერ ჩავხდა მაინც დააგდო დააგდო კი გაიგე და იმათ მოშალა სამართალმა პური ჭამას ვარიანტია რა აი ეგეთ კიდე მსაჯი არის კიდე მსაჯია არა კონკრეტულად რომელი მსაჯი შეიძლება მოხდეს 60 დღეში რუსული მოდი ბარე კაი დაანებეთ იცი როგორ მოხდეს კაცო რას ჩვენია რა ჩვენია კაცო ეგ 60 დღე ჩვენ ბიჭო რამდენი კითხვებია ნოდა რა რეკორდულად ყველა მოიტანე აბა რა ვის ზოგი ფურცოზია კი რა ეხის ტყავოსნებია დაწერილი შენ თუ კითხვა არ იცი თქვი და წავიკითხავ ტრიკი ტაისონა მაისურაძე და ბექაური პრაიმში რომ იყვნენ და 5-5ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ვინ გაიმარჯვებსო აი მე არ უყურე ეხლა ისი უცების გაბახსნა არ უყურებ რომ თქვი ფინალში პრაიმში ესენი ყველა ჩემპიონს ბიჭო რას ლაბარაკობ რასა არა მე მაგეთ რაღაცებს ვერ გავცემ პასუხს იმიტომ რომ 4-ვე მიყვარს და 4-ვე დიდ პატივს არც იმას არ გეკითხები ყველა დროის ქართველი ძიუდოისტი ვინ არის საუკეთესო ხო და ეგ კითხვაც არის ვიცი ხო და მაგას არ გეკითხები რა მაგას ეხლა ფაქტის სახეზია რა ლაშა ბაბა ორჯერ არის ოლიმპიური ჩემპიონი და კიდე გახდება და კიდე გახდება მე ვიცი რომ გახდება და ეხლა შავდათუაშვილი როგორ უნდა დაივიწყო შავი არა მაგრამ მე სილამაზით კიდე ვიტყვია და იყო ძველების მაგრები ყავდა ხო იცი როგორ არა ვთქო ბიჭო ხახალეიშვილი როგორ არა ვთქო ეხლა ზვიადაური ყველა ლამაზი მოჭიდავე ეგ იყო ეხლა როგორ არა ვთქო რაც არ უნდა ის იყოს მაგრამ რასაც ამისას კიდე ვერ გაიგებ რა თუშიშვილი თუშა არა არჩევანი ბევრი გვაქვს რა არა მინდა რომ არავის ეწის ზარ მაგარი ეხლა იმას რას შედეგები მეტყვი ეხლა ვინც ვერ ერკვევა კარგად და აი ესენი რატო ჭიდაობენ რუცხოეთის სახელით ქართველი რამდენი ჭიდაობენ რამდენი და ბევრი შერეზადა მაგაზე ვინ რატო იცი და შერეზადიშვილი წავიდა ესპანეთში დიდი ხანი ხა იქ იქა კი ძალიან დიდი ხანი იქ არის და იქ ფაქტიურად იქ გაიზარდა კი ეხლა აქ იტყვიან აქ დადიოდა პატარა ბიჭირო დადიოდა ვაჟად კი აქ დაიწყო ჭიდაობა მაგრამ ეხლა ის მხეიძესი არ იყოს ისინი არ იყოს ყველა წავიდა აქ საქართველოში არის ძალიან დიდი კონკურენცია აი რაღაცამ გითხრა აღარ ამას ვერ დავბალავ ვერც საქართველოში დღეს რო პირველი ნომერი იყო ამას უნდა ჯერ ნიჭი მე შეიძლება რამდენ კაცს უნდა აჯობო საქართველოს პირველობა ძალიან ძნელი მოსაგებია რა და ამიტომ ამბობ რომ მართლა აი იქაც იმიტომ არის ახლა შენეძა ორჯერ არის სოფლიო ჩემპიონი მაგარი ბიჭია ნიკო რა და ეხლა მე მაგას არ შემატკივროდი რა თქმა უნდა ჩემი საკუთარი ძმაც რო იყოს მე ქართული დროშის ქვეშ ვიც იქნება იმას უმალეში აჰა ამ კითხვაზე პასუხი იყო ფაქტობრივად ისტორიაში სამი საუკეთესო ძიუდოისტია კახელების იამაყი ხარო არის მაგრამ ხოლოდ კახელების ისე საჯებზე იმენა გადა იმათაც არ ევასებოთ კაი ხო ეხლა უნდა დაევასოთ როგორ არა ყველაზე მეტად ვინ გაგაბრაზა ყველაზე მეტად გაბაბრაზა ვინ გაბაბრაზა და რავე სახელი და გვარები აღარ ვიცი ჩემი კარგი რო თქვა აი მაგან რო მაგან როცა ის საჯბაკი არ გაბაბრაზა ეხლა ახსენიო ძმაო რატო ვერ მოხდება საჯი 60-ში ეხლა ახსნა მოუყვე ისევ როგორც არის როგორც არის აი როგორც არის ისე მოუყვე კაი სპორტსმენი და იღუპება და როცა 60-ში როავა დაიღლება ესე ჯდომით რა და დაიწყებს ვარჯ მივაღ მერცეტყისო დავიღალეო რა დავიღალეო და აი ვარჯიშეო ამანაც დაიწყო ვარჯიში იქნებაო დარბაზიო მივიდა დარბაშიო გარეთო მაინც ხანცივა უხარ რაღაცაო დარბასაც მისცემს მარტო დავიღალეო და იქება მეორე სპორტსმენიცო მეორე სპორტსმენსაც მისცემს და ვერ გავიგეთო ვინ უფრო მაგარია ვინ იგებსო მე თუ ისაო და იქებაო საჯისო და უფალება რომ საც რა უნდა 60-ში აი გაიგეთ მაგრამ მათ ქართველებია გამონაკლისი ქართველები არა ქართველები ჯარში ხარ ნამყოფიო არა ჯარში არის დელი ცხოვრება თელი ცხოვრება ჯარში ვარ სხვათაშორის შენ თუ იყავი იმიტომაც არ დაბომბე მე იყავი შეიძლება მე 90 საბჭოთა კავშირში კათედრა მაგ გავლილი და სამხედრო ისა კათედრა ხო და ბოლო კითხვა არის ესა
რატომ ვაგინებ საჯებსო მეტი რა ახსნა უკვე რატო ვაგინებ ჩემო ტკბილებო მახურებლებო და მეგობრებო თქვენ არ აგინებთ ვერ გავიგებთ სარდანაშვილი და თუშიშვილის ყურებაზე უსამართლობა და არ შეგიგინებიათ ეხლა არა ეხა ეს არ უნდა ვაგინებდე ყოველთვის არ უნდა ვაგინებდე მაგრამ ემოციური კაცო და იქ მაპატიეთ რა ვენაცვალე ყველა ემოციურ ადამიანს იცი რა მითხარი შენი საყვარელი საფრთხილო რა არის ჩემი საყვარელი საფრთხილო რა არის საქართველოს გაუმარჯოს შენი საქართველოს და მშვიდობა ერთად არა მე ხო შენი ამას რაღაცა ჭირს ჩვენი ქვეყანა მიყვარს იმიტომ რომ აი ღვთისმშობლის წიხვედილი ქვეყანა ვართ ხო დაინახებ სოფლიოში რა ხდება არ გავწირავ ღმერთი და ღმერთმა რომ თან წარმოიდგინე 5000 კლუბი მარტო იაპონიაშია და იაპონიას მოუგეთ ბიჭო სოფლიო ჩემპიონები გავხდით რავი კიდევ და კიდევ სუყველას და კიდე მინდა თქვენი YouTube-თან და კიდე დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მოწვევისთვის რა ვიცი უბალეში ყოთ რა აქვს აგერ მოვიდნენ ირლანდიური დიახ პაბია მოვიდნენ და 20%-იანი 30%-იანი რა ვიცი ისე ყველაზე მაგარი ხო ის არის და უცნაური სასიამოვნო რომ ჩვენი არ არის ეს ჯიუდო ხო ჩვენი არ არის და აი ჩვენად გავიხადეთ ესე იგი ჩვენი არ არის რა ვთქვია ქართულ ჭიდაობა საფუძველი ყველაფერი კი ბატონო ხო და არა ეგ გასაგებია მე შორის ვინ ვერევა როგორ მე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ მე საჯი არ ვიქნებ მე საჯი არ კომენტატორი საჯი არა კომენტატორი გინდა გუცენ გინდა მაგახეთქო ეხა სუსტად რა ყველა წარმატებები დილა თქვენ წარმატებები რა ვიცი მე კიდე რასაც შევპირდები ხალხს იმას გავაკეთებ გედაცვალე ნოდა რა მოიგონა სუნთ გბურთი თუ რაღაც ფეხბურთია სუნთ რო უბერავ რა ჩვენ ვითამაშეთ წაიყვან არ დაგვიდო ოღონდ არ დაგვიდო არა მაიცა ჯერ არ დამიცავებია ეხლა სხვა მუღამები იწყება არა ეხ სანამ გადავარ სუნთ გბურთზე ეხლა მინდა კითხო ყვარაზე და აი გამორჩეული ტიპები რო ყავს რა ჯუდოში ხა ბევრი არიან ფეხბურთის ბევრი არიან მაგრამ ეს მაინც გამოკვეთილი ტიპი არის აი რო დაიწყო თავიდან და რო უყურე ეხა ფეხბურთი ხო გიყვარს რატო ნაკრებს აი ხალხიც მასები ცნობს ხო პირდაპირ ვარ და ვიტყვი რომ ყვარა ეს რომელი წელი იყო მე და ჩოჩიშვილი გამოვიპარეთ ერთხელ დიმიტრი ჩიხაბარელი არ გვეტყვის დიდი მოკითხვა შოთას მაგის დიდ დამსახურებაა კიდე ეს ჩვენი რაც გაგვიკეთა მთავრობამ ხო და გამოვიპარეთ ზბორებიდან და წაველით იმაზე რა ქვია სტადიონზე ფეხბურთს აყურებლად როგორ მახსოვს საბერძნეთი და ის საქართველოს ნაკრები თამაშობდა და ესე იგი იგეთი ნეგატიურად განვეწყვე იქ ორი აუდექი თუ არა 99 იმის შემდეგ მე სტადიონზე აღარ წავედით და მესის რო იყო ჩამოსული აქ სუპერფასი ბილეთები მაჩქე წამოვედი იმის საყურეცი ცოტა ხარ მე ხო არინალე არა არ ვინალე მაგრამ უყურე საერთოდ აღარ მაინტერესდა აი რო ვიცოდი რომ არ დარბოდნენ მე თვითონ პროფესიონალი სპორტსმენი ვარ მიყვარს ადამიანი რო იჭება იქაც კეცმაიას გარდა არავის აღარ მიმარში ეს არ ეს არ გაჩერებულა გაიგე და ადამიანი მიყვარს რომ ბოლომდე იხარჯება და რაც ეს ბიჭი გამოჩნდა დაუწყე ყურება რა რამდენი ღამე გამითენებია ლომები ვით იომეს ევროპაზე აი ყველა თამაში აქაც მე პირდაპირ ვიტყვი რაც იყო და რა ხა მეკითხები მაგასაც და იმ რო თამაშობდა ჩემპიონი რო გახადა სულ უყურებდი და მე ბიჭო რაღაცნაირად ცოტა გულნატკენი ვიყავი მაგ ბიჭზე რა რო აი ბიჭ იმას რო არ დაეხმარა ოლიმპიურ გუნდს 21 წლამდე ოლიმპიადაზე რო გავდივარ და რაღაცნაირად გულნატკენი ვიყავი მაგრამ მე საქართველოს ნაკრებში რო გამოჩნდა და ევროპაზე რო გავდ რა საბო ეხლაც ის არ გავარო არ უყურო რა მაგაზეც ახსნეს მე პოზიტივი თავარ არა მე ხო არ ვიცი ეხლა გადამწვარი იყო თუ რა იყო მე პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და ვით საქართველოს ნაკრებს როგორ გულშემატკივარი ისე ამბობს შენ კიდე ბერას მეკამათები ხო და ეხლაც რას იძახი მაგ ბიჭზე იმ დღესაც ვიცოდი რომ ჩემპიონთა ლიგას ფინალს მოიგებდნენ ოღონდ 4 როლი არ ვიცოდი ეს წინასწარი ის ყოფილა მაგ ეუბნები რომ არა ნახდათ აი მაგის მამა ჩემოვიდა გოლს გაიტანსო ერთად ვიყავით იმაში ხო იმაში სალონში ვიყავით ერთად და მეუთხარი გაიტანსმეთ გაიგე წინ არა მანამდე რაღაც თამაში იყო თორე მაგ იმაზე ხო საო თვებს ვიჭირდით სადაბაქცები რა არა ხო რა ასწავლე მანქანა ხო და ესეთ რაღაცა და რა საბო ბალენში კომ კი არა მაგასაც საბალენში კომ
ეხლა თითო სულ ყველა ქართველი ვინც საქართველოს გამოადგება და საქართველოს ნაკრებს გვერდში დაუდგება და ჩვენ ქვეყანას სასახელებს ყველასთვის სამოუღებელი ხმალი ვარ. გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს. ყველაზე მაგარი მატჩი იწყება. ახლა კი მეგობრებო ბილი ბერ კარენა ლაილაის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი აი ამ ადამიანის მოგონებულ სპორტში სუნთ ბურთი თუ რაღაც ბედურება ჭედლიძე დავაჭედეთ იმ დღეს ადგილზე ბიჭო ბურთი ვერ გაანძრია და აქვე სანამ გადავერთებით კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მატჩზე გამოვიწეროთ ჩვენი არხი YouTube არხი და დავალაიქოთ ვიდეო ჭიგრები ხართ მოკლედ არ გეშუდობით ეხლა გადავინახოთ გადავეწყობით სტადიონზე და ნუ ესეთი სისულელე თამაში ცხოვრებაში არ მინახია სისულელეებში იბადება ჭეშმარიტება თუმცა ავტორს თუ გავითვალისწინებთ აბსოლუტურად არაფერი არის გასაკვირი ამ თამაში შექსპირი ვარ ნოდარ შენთვის გამომატანე საჩუქარი მაიტავა როგორც მოიწავე მეხუთე კლასელი ვით ალექ ჯიგარი ხარ ეხლა მოდით აიყვანე ჩვენი რეპორტაჟი აბა ეხლა თვალსვადევნებთ კრისტალბეტის ეროვნული სუთბურთის მატჩს წონა 100 კილოგრამი შენ დაუკარ წავიდა რობერტ სუბანეშკო ნოდარი სუთიბას წავიდა ცოტა დააკლა დიბას წავიდა ბალადის მიდი შენი წავიდა ცოტა აკლია დიბას წავიდა გადარჩა ნოდარი გადარჩა წავიდა კარგი ბიჭო წავიდა გოლ დაიბარჯვა და გახდა სუთბურთის გამარჯვებული ისე ჯარიმა იყო აქ თავის ჩამოვიდა არაფერი ჯარიმა არ იყო სუფთა დაგამარცხა საჩა რაუდა სამოხი ბიჭო სად ჩემი სუმ თქვა და სად შეკარდიო მაგ მერაბდვალიშვილივი ჩეჩემა არის დაარტყი ჯიგარი ხა გილოცა სურვილია დაგებული კიდე ერთი ორი სურვილი მაქვს კაი შედეგების უჩი ერთი შემილი ალექსანდრ გადავაბარო ისე დავინახე რომ დაგენებდა რა დაგენებდა კი კაცო არა სადაშეულია ამასო შენ ხარ გახდე რა დაგახანა არა მოგრე დიდი მადლობა ალექსი იყო დღეს ჩვენი სტუმარი მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მაინც ვერ გავარტყიეთ ბოლო რომელი სად მოხდება მაგრამ 60 დღეში ვერ მოხდება ეგ ვიცი თავის თავზეა დამოკიდებული რა თქმა უნდა როგორ მოიქცევა მადლობა თქვენ ლეგენდა ისედაც არის ვაგზის სოფლიო ჩემპიონატი და 10 ველოდებით ძალიან გვინდა რომ ეს მოხდეს რა ისეთი კარგი რაღაცები გითხარი რომ უფრო სხვა აზარტით ვართ ეხლა აბა თქვენ ხო იქ გვინდა რომ გამოგვიდეს იმ თასის შემადგენელი ნაწილი რა თქმა უნდა როგორც ყველა თქვენთან მოვალეებაში დაიწერება და 1000 არა ქვია ციგაროკანო ვის დაარსა ძიუდო ჩამოვა ჩვენთან რინერს აქ და კიდე ორ კაცს და მე ვთქვი შეიძლება ეს კი ხო ეგრეა რა თქმა უნდა აბა წავედით და გამოიწერეთ ლაილაი ბიჭო აბა მითხარი გამოიწერონ ისა რა ქვია ლაილაის YouTube არხი ლაილაის YouTube არხი ჭიგრები ხართ კარგად ნოდარ ადიუს აი ბიჭო რა რამდენი მარცხია ერთი იყო არ წამიგია მე ამაში არ წამიგია რა პირველად ითამაშე მე მგონი ჯერ წავედით აბა ჰე გელოდებით ნახონ მადლობა ყველაფრისთვის